უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს განათლების მინისტრი. დისკუსია გაიმართა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გივი მიქანაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი პროგრამების განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. რეგიონულ უნივერსიტეტებს კონკრეტული ვიწრო პროფილური დატვირთვა ენიჭება და შემდეგი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში მიღებული იქნება ძირითადად აგრარული, პედაგოგიური და ტურიზმის მიმართულებებით სტუდენტები, ხოლო სხვა დანარჩენი მიმართულებები მილევად რეჟიმში იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ორიენტირი სწორედ იმ საკადრო რესურსის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და გამოყენებაზე, რომელიც ისედაც მწირია და უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უნივერსიტეტმა სრული მზაობა განაცხადა, რომ მხარი დაუჭიროს რეგიონის განვითარების ამ სტრატეგიას, რომ ეს დაკვეთილი სპეციალობებით განაახლოს თავისი საგანმანათლებლო პროგრამები, არსებულ პროგრამებს ემატება განათლების მიმართულებიც გარდა ასევე აგრარული და ტურიზმის მიმართულება, რომელიც იქნება ორივე საფეხურზე წარმოდგენილი, როგორც საბაკალავრის სამაგისტრო საფეხურზე.